მოაქვს სახლები, მოაქვს მიცვალებულები, ჩაწყდა ჩემს უკან ბეტონები, წინ ბეტონები და მთელი ტყე, ღრე მოაქვს. ვაჩერებ მანქანას, გადმომყავს ეს ბავშვები და ვიწყებ ყვირილს. უაზრო ყვირილს გოჩა არის, მეზობელი გოჩა მიშველი. ამ დროს არც გოჩა, სიბნელე, ავიცი, ვერ ვხვდე, ხმა იყო რაღაცა არაადეკვატური, ღმუვილი, წრევა, ფშნა, ბავშვების ჭივილი, გვიშველეთ, მაგრამ არ არის ეს. წვალობდით ერთი 10 წუთი ვიწვალეთ, მოგძდევ და გავბოდით, მაგრამ სად გავბოდით აღარ ვიცით, ფეხსაც ვერ ვადგამდით რა ფაქტიურად. სიბნელე იყო უკვე სადღაც 5:30 ეს მანქანის შუქმა დაარტყა, ზევიდან გადმოვიდნენ უკვე ბიჭები იყვნენ, თვითონ სოფლის ბიჭები და მივაწვნიათ როგორმე ხმა რომ ოთარი ვარ და მიშველეთ, ბავშვები მეხოცება. იწვალეს ამ ბავშვებმა, ბიჭებმა, მაშველებმა, დამომაყვანიეს ბავშვები, ჩვენი ამოსულა ჩავხსენ და ჩამოიშალა კლდე. მაგის შუქზე დაგვადგენ და მაგის შუქზე მოგვაგდნენ. თორე ისე ჩავიხოცებოდით და ეს მეწყებში მოყვებოდით, კაცზე ჩვენი ვერ მოუპოვდა. რაც იმ სიბნელეში მოვასარით და შემოვიცვით და წამოვიღეთ მაგით ვარ. ყველაფერი ჩავჩაიჩნა. უსახლოდ, უკაროდ, არ ვიცით, უბრალოდ დაგვეშველება, ანა, რითი უნდა დავიწყოთ ცხოვრება, რა უნდა გავაკეთოთ. და 6 სასაფლაო არის, როგორც იცი, ვერ აღწევთ. მიწა დატრიალებული, აზელილი არის. რაღამს გადავრჩი და ბავშვები გადამირჩა და რა ვიცი, სვერპლი არ არის. აგით ვიმედებ გულს.